ეს არის სტილის არხი რადიო იმედზე. ზაზა ჩიტანავასთან ერთად. გუნდებით პირდაპირ ეთერში რადიო იმედის სტილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას. თბილისის დროით 11 საათი 16 წუთი გახლავთ უკვე და ახლა ჩვენ გამოვიხმაურებით აგროსკოლას და მის ფენომენს ზოგადად ამ თემაზე სასაუბრად რადიო იმედის სტუდიაში გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორს თამარა ალდაშვილს მოსმენელობ. მივესალმები. მოგესალმები, წარმატებული წელი და მივესალმები თქვენს მსმენელს. მადლობა. აგრარული სკოლა ჩემი შეფასებით რაღაც ფენომენია, რომელიც ზოგადად ჩვენი როგორც აგრარული მიმართულების ისტორიული შესაძლებლობის შენარჩუნება განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ბოლოს როდესაც ჩვენ აღსტუმრობდით თქვენ გასული წლის მიწურულისკენ იყო აგრო ფესტივალი თუ აგრო ოლიმპიადა, უკაცრავად აგრო ოლიმპიადა, რომელიც ამ ფენომენის ასე ვთქვათ ნაწილია, გაგრძელება თუ შევსება ერთმანეთს არ ვიცი, მაგრამ ერთი დიდი სისტემა. კი, ახლა გითხარით აგროსკოლაზე, რომელიც არის სკოლის მოსწავლეებზე გათვლილი, ახლა დაამთავრდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და ვინ არიან, რომელი კლასიდან უნდა იყვნენ, რა უნარები უნდა ქონდეთ ამ მოსწავლეებს, რომ მოხვდნენ თქვენს აგროსკოლაში და რამდენი ხანი სწავლობენ და სწავლის მერე რა ტიპის დოკუმენტს ღებულობენ. დიდი მადლობა პირველ რიგში ამ თემით დაინტერესებისთვის და აგრარული განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამების და პროექტების აქტიურად გაშუქებისთვის და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის. აგროოლიმპიადა ახსენეთ თქვენ, აგროსკოლა და კიდევ ბევრი სხვა ახალგაზრდული თუ დასრულებისთვისაც ასევე პროგრამები გვაქვს, რომელიც არის ჩვენი სამინისტროს ერთიანი პოლიტიკის ნაწილი აგრარული სექტორის კუთხით შესაძლებლობების გაძლიერებისთვის და ზოგადად ახალგაზრდების და დასრულების ამ სფეროში დაინტერესებისთვის. აგროსკოლა არის ერთ-ერთი ძალიან საყვარელი გამორჩეული საინტერესო პროექტი ჩვენთვისაც, ფენომენალური აღნიშნეთ თქვენ და ჩვენთვისაც ძალიან მოთხოვნადი კიდევ პლუს ახალგაზრდების მხრიდან პროგრამა, რომელიც ხორციელდება წელიწადში ერთხელ. ჩვენ დავიწყეთ 2022 წელს ამ პროგრამის განხორციელება. ახლა უკვე პროგრამის გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, ახლა უკვე პროგრამის განხორციელებაში მხარი დაგვიჭირა და ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარია ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის აგრარული პროფესიული განათლების ხელშეწყობა. ამ პროექტის მიზანიც აგროსკოლის მიზანიც არის ახალგაზრდების დაინტერესება აგრარული სფეროთი, აგრარული პროფესიებით და ზოგადად ამ სფეროთის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და შესაძლებლობის გაზრდის. აგროსკოლაში დარეგისტრირება შეეძლო მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებს საქართველოს ყველა რეგიონიდან, იმიტომ რომ პროგრამა არის ორთვიანი ონლაინ სასწავლო პროგრამა, კვირაში ორჯერ მოსწავლეები ისმენენ აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში აგრარული თემების მიმართულებით, დარგობრივად სხვადასხვა საკითხები არის. ხვდებიან შესაბამისი დარგის ექსპერტებს ონლაინ და ორთვიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის, რომ მონაწილეობდეს აქტიურად მონაწილე, არის გასვლითი საველე ნაწილი უკვე, რომელიც მათთვის არის ხოლმე ყველაზე ისეთი რჩეული ნაწილი, შემაჯამებელი, სადაც ერთმანეთს უკვე პირადად ხვდებიან და აქვთ ხოლმე შესაძლებლობა უკვე ის სპიკერები, რომელსაც 2 თვის განმავლობაში უსმენდნენ, შეხვდნენ პირადად, ეწვიონ მაგალითად სხვადასხვა ტიპის საწარმოს ფერმას, კოლეჯს, ამ შემთხვევაში კოლეჯში იყვნენ ჩვენი კურსდამთავრებულები, წასულები და ადგილზე ნახონ როგორ მუშაობს თუნდაც მაგალითად ჩირის საწარმო, ან როგორ ხდება ღვინის დაყენება, ან თაფლის მიღება სხვადასხვა მიმართულებით, მოკლედ აქვს შესაძლებლობა, რომ უკვე თვითონ ნახონ და თვითონ სცადონ პრაქტიკაში ის, რაც 2 თვის განმავლობაში ისწავლეს. მაგრამ ყველა ვერ ხდება, უნდა ვთქვათ, მე ვთქვი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა არის, ჩვენ გვაქვს სხვა ახალგაზრდული პროგრამებიც, როგორიც არის ეკოლიდერთა სკოლა, სატყეო სკოლა, კლიმატის ელჩები, ამაზეც ბევრჯერ გვისაუბრია. ეს 4 პროგრამა არის უშუალოდ მე-9-მე-12 კლასებზე და სხვადასხვა ამ თემატურად დარგობრივი მიმართულებით ცოდნის გადაცემას ისახავს მიზნად და იქაც აგრარული და გარემოს დაცვითი კუთხით პროფესიებით დაინტერესებას ახალგაზრდებით, იმიტომ რომ ზუსტად ეს ასაკი არის ის ასაკი, როდესაც
ახალგაზრდები იღებენ გადაწყვეტილებას თავისი სამომავლო პროფესიის არჩევაში, ან და ეხმარებათ ჩვენი კურსები, იმიტომ რომ გვაქვს შემთხვევები, როცა კონკრეტულად ამ კურსზეც მაგალითად იყო მონაწილე, რომელსაც თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა და იცის, რომ აგრარული მიმართულებით უნდა ჩაბარება, მაგრამ უნდა და სკოლაში მონაწილეობა, იმიტომ რომ უფრო მეტად გაიგო რომელი მიმართულებით აიღო აქცენტი, ეს კარგი მდგომარეობა. მაგრამ იყო ისეთი მონაწილეც, რომელსაც უბრალოდ დაინტერესდა, საინტერესოდ მოეჩვენათ, დარეგისტრირდა, мотиваცია ჰქონდა შესაბამისი, რომ მოხვდა იგივე სკოლაში და შემდეგ გადაწყვიტა. ზოგი რა თქმა უნდა კიდევ ფიქრობს, მაგრამ თავარი არის ჩვენთვის, რომ ამ პროფესიებით დავაინტერესოთ და დარგით დავაინტერესოთ და მივაწოდოთ მათ ცოდნა და ინფორმაცია უკვე. ასე რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფი არის 19-12 კლასის ახალგაზრდები, რომლებიც ისრჩევენ სამომავლო პროფესიას და პროფესიული განათლების კუთხითაც და საუნივერსიტეტო განათლების კუთხითაც ვაწვდით მათ მაქსიმალურ ინფორმაციას პროფესიების შესახებ, სად შეუძლიათ ისწავლონ, როგორ შეუძლიათ ისწავლონ და ეს ყველაფერი გაიგონ მათ პრაქტიკაში და თეორიაში უკვე შესაბამისი ექსპერტების მხრიდან. რამდენი წელია უკვე მოქმედებს ეს სკოლა? 22 წლიდან ხორციელდება აგროს სკოლა, სხვა ახალგაზრდული პროგრამები 2018 წლიდან და მოთხოვნის მიხედვით ხდება ხოლმე იგივე თუნდაც ახალი პროგრამების განხორციელება და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არის თქო ახსენდა, მაგალითად 50 მონაწილეზე მეტი ვერ ხვდება ხოლმე თვითონ სკოლაში სასწავლო კურსზე, თუმცა 300-700 განაცხადიც ჰქონდა ერთ-ერთ პროგრამაზე. აპლიკანტი იყო, საიდანაც საბოლოო ჯამში აპლიკაციებით და შემდეგ უკვე გასაუბრების ეტაპით ხდება მონაწილეთა შერჩევა. მესმის რომ გადასარევი შედეგია თქვენთვის, როდესაც ის ვინც ფიქრობდა ამაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება ამ კურსის მერე აგრარულ მიმართულებას გაყვეს და საერთოდ შესანიშნავი შედეგია, ვინც ეძებდა და იპოვის თქვენი დახმარებით და აგრარული მიმართულება გახდება მისი პროფესია, მაგრამ რომ არ იყოს არც ერთი არც მეორე შემთხვევა და სხვა პროფესიით გააგრძელონ ან ახალგაზრდებმა მოზარდებმა საქმიანობა ცხოვრება, ეს ინფორმაცია გარემოსთან მიმართებაში მათ გონივრულ დამოკიდებულებას თუ შინაგან კულტურას სამხრივ განვითარებას ხელს შეუწყობს და ინფორმაციული თვალსაზრისით ეს ძალიან კარგი მასალაა. ხერა შეიძლება აგროსკოლას თქვენ ბრძანეთ, რომ აქაც მიმართულებებია. კი ბატონო. სხვადასხვა თემას საუბრობენ აგროსკოლაში. შეიძლება იყოს ეს მევენახეობა, მეცხოველეობა, მემცენარეობა. ამ თემებს არჩევენ თუ ზოგადია ეს? ჩვენ თავაზობთ ამ თემებს, იმიტომ რომ 2 თვის თვე მიმდინარეობს ლექციები, ასე ვთქვათ, კურსი, სასწავლო კურსი კვირაში 2 ჯერ და სხვადასხვა თემა არის შეთავაზებული. თუმცა მათ აქვს საშუალება ასევე მონაწილეობა მიიღონ თემების განსაზღვრაშიც იმ კუთხით, რომ ყოველი კურსის დასრულების შემდეგ ჩვენ მათთან გვაქვს ხოლმე შეხვედრა, სადაც ვეკითხებით რჩევებს, რეკომენდაციებს, ვიგებთ რა იყო მათთვის ყველაზე საინტერესო მოთხოვნადი კურსი რა არის, ახალი თემები რა აინტერესებთ და ვცდილობთ ყოველი კურსის შემდეგი კურსი განვაახლოთ უკვე იმ ინტერესის და საკითხების მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც ახალგაზრდებს აქვთ. შერჩეული არის მრავალფეროვანი დარგები, შესაბამისად მათთვის საინტერესო არის ის თემები, რაზეც გვაქვს ხოლმე საუბარი აგროსკოლის განმავლობაში. ორ თვის განმავლობაში ერთი ბავშვი თქვა ჰიბრიდულად მიიღებს განათლებას და ინფორმაციას სხვა მიმართულებაზე თუ მარტო ერთი უნდა აიღოს აგრომიმართულების? არა, ყველა თემაზე ისმენს და თვითონ იღებს მე უკვე იგივე რომ აღნიშნე რომ რომელი მიმართულები დაინტერესდებოდა, თქო, იქიდან გამომდინარე რომ ისმენს მაგალითად ფერმის მართვაზეც, მემცენარეობაზეც, მეცხოველეობაზეც, აგრარულ პროფესიებზე ცალკე თვითონ ჩვენი სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, სადაც ეს არის კიდევ დამატებით ის რომ ახალგაზრდა იგებს და შეუძლია მიაწოდოს კიდევ თავის ოჯახს, ახლობლებს და ჩართონ ამ პროგრამებში, თუნდაც ეს არის მოიცავს ყველა სექტორს ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას აგრარული დარგის, თუმცა ვცდილობთ ხოლმე რომ აქცენტი გავაკეთოთ კონკრეტულად იმ თემებზე, რაც მათთვის არის საინტერესო და რაც მათ დაეხმარებათ თუნდაც სამომავლო პროფესიის განსაზღვრაში. გასაგებია, მე სხვა რამეს კითხულობ, აგროსკოლაში მოხვდა ბავშვი, 10 ბავშვი. 10-ვე ერთ კურსს გადის და კი ბატონო.
და ზოგად ინფორმაციას ღებულობენ აგრარული ამ სექტორების შესახებ თუ ერთს იღებენ აი ამას კითხვა. ყველა გადის ერთი და იგივე კურსი, ეს არის ზოგადი. და მე უკვე შეიძლება დაკონკრეტდეს ორთვიანი კურსის შემდეგ გულისხმობთ, ხო? კი ბატონო. ხო, ეს უკვე ცალკე თემაა. კი ბატონო, რა უნდათ ჩვენ ორთვიანი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ რა ფურცელს ღებულობენ? რა თქმა უნდა, სერტიფიკატს იღებენ აგროსკოლის სახელით, აგროსკოლელის კურსდამთავრებული სახელით, ჩვენი მინისტრის სერტიფიკატს და მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ერთ-ერთი განსაზღვრელი არის. მოტივაციისთვის ალბათ მნიშვნელოვანი და ნახეთ თქვენ ახსენეთ პროფესიული სწავლების თვალსაზრისით და ახსენეთ რომ პრაქტიკულ ნაწილში უკვე პროფსასწავლებელშიც მიყავთ და ზოგადად პროფესიული სასწავლებელი ჩვენთან კიდე ეს თქვათ მენტალური ცვლილების საგანია რომ ნაწილი არის თუმცა ძალიან ბევრი კარგი პროგრამა მიმდინარეობს ამ მიმართულებით. ჩვენ ვართ ისევ იმ მოცემულობაში სამწუხაროდ, როდესაც სკოლის დამთავრების მერე უნივერსიტეტი უნდა დაამთავროს, შეუძლია უნდა არ უნდა ამ დროს გადასარევი შუალედური საშუალება და საფეხურია პროფესიული სასწავლებელი და პროფესიული სასწავლებლებში განათლების მიღების ბიზნესთვის ეს ორთვიანი კურსი რას აკეთებს? ესეც ეხმარება რა თქმა უნდა და იგივე იმ პროფესიულ ჩვენ როდესაც ვუხსნით პროფესიული კუთხით სად შეუძლიათ ისწავლონ როგორ და რა მიმართულებით შეუძლიათ მის შემდეგ დასაქმდეთ აქ ვუხსნით როგორც ვაწვდით ინფორმაციას როგორც საუნივერსიტეტო პროგრამებზე ისე კოლეჯების პროგრამებზე და აგრარული მიმართულებით პროფესიული განათლება ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის საუნივერსიტეტო მნიშვნელოვანი არის მაგრამ დარგობრივი კუთხით სპეციალობების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია აგრარულ სექტორში პროფესიული განათლება და დასაქმების კუთხითაც აისახება ეს შესაბამისად, როდესაც ვაწვდით ინფორმაციას იგივე კოლეჯის კონკრეტული რომელიმე პროგრამის დასრულების შემდეგ რამდენად მარტივად, სწრაფად და მოთხოვნადი შეიძლება იყოს მათი პროფესია, ეს უკვე რა თქმა უნდა ახდენს გავლენას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ თუნდაც მივაწოდოთ სწორად ეს ინფორმაცია და ის მენტალური ცვლილება მოხდეს, რაც თქვენ აღნიშნეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად ეს ყველაფერი იცვლება და მაგრამ ძალიან იწელება ჩემი ახმი დროში. ყველაფერს დრო სჭირდება ხოლმე და განათლებაც გრძელვადიანი პერსპექტივასაც მოკლედ თქვენ ახლა შედეგებს. მორიგი ჯგუფის განათლების ორთვიანი პროცესი დაასრულეთ. მომდენო ნაკადის შეკრება როდის იწყება, როდიდან შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს თუ დაინტერესებულ შობილს, რომელსაც გონია რომ შვილი დაინტერესდება ამ თემით, რა უნდა ქნან, სად რეგისტრირდებიან, რას აკეთებენ და როგორია კრიტერიუმები? 4 პროგრამა ვახსენე მე, 4 პროგრამა გაყოფილი არის, რომ წელიწადში 2 გაზაფხულის სასწავლო პროგრამა ნაწილში ხორციელდება ხოლმე, 2 უკვე საშემოდგომო სასწავლო წელს ხორციელდება, აგროსკოლა გამოცხადება უკვე ხელახალი რეგისტრაცია სულ მალე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდზე, ასევე ჩვენი სოციალური ქსელით, Facebook-ის გვერდზე, დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ გამოგზავნონ აპლიკაცია, დარეგისტრირდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი არის აქვე ვიტყოდი რომ მათი мотиваცია თუ რატომ სურთ მონაწილეობა მიიღონ აგროსკოლაში. ეს ახალგაზრდები შეიძლება იყვნენ ისეთები, რომელსაც უკვე აქვთ განხორციელებული გარკვეული აქტივობები ამ მიმართულებით, ან შეიძლება არ აქვთ განხორციელებული, ორივე მიმართულება შესაძლებელი არის. მაგრამ მაქვს ძალიან დიდი ინტერესი და რატომ თავარი არის ეს, რომ რა ინტერესი აქვთ, ეს мотиваცია დავინახოთ იმისა, რომ მათ მართლაც ნამდვილად აინტერესებთ უნდათ აგრარული საკითხების შესწავლა და ეს არის მთავარი განსაზღვრელი კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, ისა რომ მათ კონდეთ შესაძლებლობა მოხვდნენ უკვე შემდეგ აგროლიგაში და ჩაირიცხონ ჩვენ სასწავლო კურსზე. სწავლა უფასო არის მათთვის, ონლაინ არის, შერჩეული არის ისეთი დროები კვირაში ორჯერ როცა არ აქვს სავარაუდ უფრო მეტწილად მოსწავლეს გაკვეთილები სკოლის. დღის მეორე ნახევარში? დღის მეორე ნახევარში არის სპეციალურად. კი ბატონო, მათთვის მოსახერხებელ დროს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ორივე მხრიდან იყოს ისე მორგებული ეს კურსი, რომ მათ გქონდეთ შესაძლებლობა მარტივად და ეფექტურად დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ სასწავლო. ახსენებთ, რომ რეგიონებიდანაც არიან ჩართულნი და ონლაინი ამ ყველაფერს აადვილებს, მაგრამ პრაქტიკულ ნაწილში შემდეგ უკვე ყველა ჩამოდის ყველანი ისინი ჩამოდიან და თქვენი ორგანიზებით მიყავთ იმ კონკრეტულ სივრცეებში, კოლეჯებში, სადაც ეს აბსოლუტურად სრულად ჩვენი ორგანიზებით ხორციელდება ამ საველე გასვლითი პროგრამის შემაჯამებელ ნაწილს ვეძახით ჩვენ დაგეგმა და ორგანიზება, როდესაც ჩამოდის ყველა მონაწილე
რომელმაც წარმატებით დაამთავრა ორთვიანი სასწავლო კურსი და ხდება მათი განთავსება, ტრანსპორტირება შესაბამის ადგილებში, მოკლედ სრულად ორგანიზება ხდება უკვე ჩვენი მხრიდან. ცენტრში და იმ ობიექტების დაგეგმა, სადაც უნდა წავიყვანოთ ახალგაზრდები. თუმცა მათაც ვეკითხებით ხოლმე, რა თქმა უნდა, რა იმ თემებიდან გამომდინარე, რა იყო მათთვის საინტერესო. და რას ისურვებდნენ, ამასაც ვთქვით ხოლმე, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. ლოგიკურია. და თქვით, რომ 22 წლიდან არის ეს კურსების მრავალფეროვნება, ასე ვთქვათ, თქვენი ცენტრის ბაზარზე მოზარდებისთვის. ტენდენცია როგორია, რას საკვირდებით? მზარდია. მონაწილეთა რეგისტრაცია პირველ ჯერზე თუ იყო, თქვათ, რომ 100-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა. როგორც აღნიშნე, ერთ-ერთზე იყო, რომ 750 მონაწილე დარეგისტრირდა, მსურველი დარეგისტრირდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო 750-ს ძალიან ბევრი კარგი აპლიკაცია იყო. თუმცა კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, კომისიას უწევს ხოლმე, რომ შეარჩიოს 50 მონაწილე. დაახლოებით 40. ნამდვილად არ არის მარტივი საქმე, არც ჩვენს თანამშრომლებს. კომისიაც შედგება ხოლმე როგორც ჩვენი ცენტრის წარმომადგენლებისგან, ისე დარგობრივი ექსპერტების მხრიდან, როგორც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან და ასე ხდება ხოლმე უკვე მონაწილეთა საბოლოო შერჩევა. პირველი ეტაპი არის, როგორც აღნიშნეთ, განცხადების გადარჩევა, მეორე ეტაპი არის უკვე პრეზენტაციები და გასაუბრება. რაოდენობასთან ერთად ალბათ ხარისხის იზრდება, ხო? რა თქმა უნდა, ვცდილობთ ყოველ წელს განვავითაროთ ჩვენი პროგრამა და როგორც ვახსენე, განვაახლოთ უკვე მათი სურვილის და თემის საჭიროების გათვალისწინება. ხარისხი აქ ვიგულისმე უბრალოდ ორთვიანი კურსის რაღაც კურსის გავლისთვის, არა, რაღაც კურსის გავლით და შემდეგ ფურცლის აღებისთვის შეიძლება ვიღაცა მოვიდეს და შეიძლება მოვიდეს ვიღაცა მართლა იმიტომ რომ აინტერესებს, ხო? ანუ ინტელექტუალურ ხარისხზე ვაკეთებ აქცენტს, ან მონდომების ხარისხზე. რა თქმა უნდა, სერტიფიკატი გაიცემა, როგორც ალბათ ამიტომაც აქცევთ ყურადღებას დასრულების შემდეგ, მაგრამ ნამდვილად სერტიფიკატი არ არის მათთვის მთავარი მამოტივირებელი, რომ სერტიფიკატი მიიღონ ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, როგორც თვითონ აღნიშნავენ, ეს არის პროგრამა, რომელიც მათ ცხოვრებას ცვლის და სწავლობენ არა მარტო აგრარულ თემებს, არამედ სწავლობენ თუნდაც პრეზენტაციის უნარებს, ჯგუფურ მუშაობას, კომუნიკაციის უნარებს, ბევრი იქ სხვა განმავითარებელი უნარების განმავითარებელი აქტივობა არის, რაც მათ ეხმარებათ უკვე შემდგომი სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრაში და მათ განვითარებაში მთლიანობაში. სკოლები გასაგებია თავისი პროგრამა აქვს, მაგრამ პროფესიულ სასწავლებლების წარმომადგენლებთან დარწმუნებული ვარ, გაქვთ კონტაქტი და მათაც აქვს და ლოგიკურია თან განათლების ცენტრის ხელმძღვანელობს და იცნობ თემატიკას სიღრმისეულად. ხო არ განიხილება რაღაც პერიოდში ან საერთოდ პერსპექტივაში, რომ რომელიმე პროფესიულ სასწავლებელთან ერთად ეს ორთვიანი კურსი ცოტა ისეთი ფორმისა იყოს, რომ თქვენი ცენტრის ბაზაზეც პროფესიული განათლების ბაზის გაერთიანებით რაღაც 6 თვიანი ისეთი კურსი გამოვიდეს, რომელიც მე-11 კლასში სწავლის პარალელურად პირობითად 2 თვის ნაცვლად ცოტა მეტი გრძელვადიანი იყოს და არა სერტიფიკატი, არამედ პროფესიული არაფორმალური განათლების დოკუმენტი მიიღოს, ისეთი რომელიც თქვა პროფესიული განათლება გასაგებია სკოლაში არ ივლის და აქ ივლის, მაგრამ იქ ატესტაციებულობა სხვა მექანიზმია, მაგრამ არაფორმალური განათლება ალბათ იძლევა იმ საშუალებას, რომ თქვა ღამის საათებში 6 თვის განმავლობაში რაღაცა გრძელვადიანი იყოს და სკოლასთან ერთად პროფესიული ინფორმაცია. ეს ჩემი სურვილის მსგავსია, არ ვიცი რამდენად რეალური, მაგრამ ხო ამდენი ასეთი ინტერესი თუა მაგალითად ეს შემაჯამებელი ნაწილის განხორციელება სრულად განხორციელებული იყო პროფესიულ სასწავლებელში ამ მიმართულებით ვფიქრობთ გვინდა რა თქმა უნდა კიდევ გარკვეული საკითხების დამატება განახლება პროგრამის ყოველ ჯერზე როგორც აღნიშნეთ ამ მიმართულებით ვფიქრობთ ხოლმე თუმცა უშუალოდ თქვენ რაც აღნიშნეთ უფრო ამ მიმართულებით მუშაობს უნარების სააგენტო განათლების სამინისტრო და მათთან ერთად უკვე ისინი ფორმალური განათლების კუთხით და იგივე პროფესიული განათლება როგორ შევიდეს სკოლებში და სკოლის მოსწავლეები როგორ ჩაერთნენ პროფესიულ განათლებაში აქვს ძალიან ბევრი პროგრამა და არაფორმალური განათლების კუთხით უკვე ერთობლივად თანამშრომლობთ ხოლმე ჩვენ და უნარების სააგენტოებისათვის რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს და ახალი ინიციატივები მივაწოდოთ ხოლმე. ხო, ეს უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ხო, იმიტომ პროფილური სამინისტროს წარმომადგენლების ასეთი ჩართულობა
კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის ალბათ და ზოგადიდან უფრო კონკრეტულამდე განმორთავს ამ პროცესს. მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ მადლობა მოწვევისთვის. გილოცავთ კიდევ ერთი კურსის წარმატებით დასრულებას და ვინც მოგვისმინეთ და გაინტერესat თემატიკამ ჩვენ სტუმართან დიალოგს ავტვირთავთ რადიო იმედის Facebook გვერდზე და რეგისტრაციისთვის თუ სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ კიდევ ერთხელ მოისმინოთ ჩანაწერი რადიო იმედის სტუდიაში ჩვენ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორს თამარ არალდაშვილს მასპინძლობდით. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ.